მოგესალმებით. მე თორნიკე ვარ, ეს კვირის გადახვევაა და გასული დღეების რეზონანსულ მოვლენებს თქვენთან ერთად შევაჯამებ. საკმაოდ მძიმე კვირა გამოვიდა. თითქოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კრიზისი არ გვეყოფოდა, რომ ყველაფერს სტიქიაც დაემატა. და ახლა, როცა ამ ვიდეოს ვწერთ, ასობით მაშველი და მოხალისე ადამიანების გადარჩენისთვის იბრძვის. თანაც სამწუხაროდ ეს პროცესი სახელმწიფომ ვერც კარგად დააორგანიზა და ვერც შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყო. თუმცა სანამ თოვლი მოვიდოდა, კვირა ქოცებმა ომახიანად დაიწყეს. ორშაბათდილა ჯერ გათენებულიც არ იყო, რომ სანდრო ცნობილაძეს შეუცვლიდნენ სახლში. შენო სახლში +18 კონტენტი გქონიაო, თან სულ HD ხარისხშიო. გადაირია კაცი მესის და კვარას გოლების გარდა არაფერი მაქვს შენახულიო. ხო და ჩვენც მაგაზე გეუბნებოდით. ორშაბათსვე გავიგეთ, რომ სახელმწიფო მოხელეების დეკლარაციები მიუწვდომელი ყოფილა. საიტი არ მუშაობსო, ტექნიკური პრობლემა გვაქვს და ჯერ ვერ გავასწორეთო რაჟდენ კუპრაშვილს უთქვამს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს. ბატონო რაჟდენ, ცოტა უნდა დაუჩქაროთ, თორემ ანტიკორუფციულ სააგენტოს ტექნიკური პრობლემები თუ აქვს, ემად კორუფცია არ გაღვივდეს ქვეყანაში. ისე შეიძლება მართლა ვერ პოულობენ ვერავის, ვინც საიტს გაასწორებს. არ ნახეთ, რამდენი კაცი იყო აიტების და პროგრამისტების მარშზე? ვინ გადარჩა, ვინც ამათთან ითანამშრომლებს? ისე ბატონო რაჟდენ, Facebook ფრენდებში ვართ და მაინც არ მემეტებით, ამიტომ იქნებ მე დაგეხმაროთ. აი, შტეპსელიდან რომ გამოაერთოთ, ცოტა ხანი დააცადოთ და მე ისევ შეაერთოთ, იქნებ გასწორდეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც მთლად ახალი არ აღმოჩნდა. ანუ ფაქტობრივად იგივეა, რაზეც ოპოზიციამ ხელი არჩევნების წინ უკვე მოაწერა. მაგრამ არა უშავს. მეც შემშლია ერთხელ ეგრე უნივერსიტეტში ძველი პრეზენტაცია წავიღე ლექტორს. ანუ ფაილს ერქვა პრეზენტაცია 1-2-3 და ამერია რა მოხდა. პრეზიდენტსაც ეგრე აერია ეთყობა, ადამიანია რა, ფაილს ერქვა გეგმა edit-ით საბოლოო 2 და დასავლეთ საქართველოს თოვლმა დაფარა. იყო მსხვერპლიც. ასობით ოჯახი გარესამყაროს მოწყდა. ამ თემაზე კომენტირებისას შალვა პაპუაშვილმა ასეთი რამ თქვა. ჩვენები ყველაფერს აკეთებენ, რომ კომუნიკაცია აღდგეს. სტიქია კი გრძელდება. სტიქი არაა, თოვლიო. სტიქია გრძელდება, სტიქი არა, თოვლი არის. მადლობა ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე. თავმჯდომარე რა, ბიზნეს სპიკერო. ვინ თქვა, რომ ქოცები დიდთოვლობას მომზადებულები არ შეხვდნენ? მოემზადნენ რომელია? დაარეკეს რეგიონებში და გამგეობებში. აბა თქვენისით ხალხო რთული დღეებია და ყველა მაქსიმალურად უნდა გავიჭიროთ. სადაც კი რამე გაგვიჭირდება, ერთად უნდა დავდგეთ და პასუხი გავცეთ ყველა კრიტიკული კომენტარის ავტორს Facebook-ზეო. მოგეხსენებათ, რომ ანტიკრიზისული ცენტრის მსგავს ორგანოს სათავეში თავად ირაკლი კობახიძე ჩაუდგა. ხო და ერთ-ერთი ინტერვიუსას იმედის ჟურნალისტი მიუახლოვდა და შეკითხვა დაუშვა. აი, რა შეიძლება ეკითხა ამ დროს და ამ კონტექსტში კობახიძისთვის თქვენი აზრით? აი, მაგალითად, რამდენი სოფელია დარჩენილი გარემოსთან კონტაქტის გარეშე და როდის აღდგება მიმოსვლაო? ან დაზარალებული და გარდაცვლილი ადამიანი რამდენია და რას აკეთებს სახელმწიფო ოჯახების დასახმარებლადო? არა. იმედის ჟურნალისტმა ასეთი რამ ჰკითხა. ბატონო ირაკლი, გუშინ ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ისეთ ცუდად გააშუქეს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტად ხომ არ დაგარწმუნათ იმაში, რომ მედიის შესახებ კანონი და ცენზურა აუცილებელიაო. ანუ ხომ არ გინდათ, რომ დაგვსაჯოთ ბატონო ირაკლი და ხომ არ გინდათ, რომ კიდევ უფრო მეტად მოგვითხრათ დედაო. უსტადება ხო შეგვიძლია? პარლამენტის თავმჯდომარემ ასეთი რამ თქვა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, კაცო, მუშაობდნენ ჩვენი უწყებები, მაგრამ მე გაიღვიძა Facebook ბაბლმა და ატეხეს ერთი ამბავიო. არა, კაცო, ეს ნანუკა ჟორჟოლიანები და ილია ღლონტები ტეხენ ამბავს, თორე ისე კაითობს რას ჯობს, იგუნდავებ, იციგავებ, ამათ მაგ ყველაფრის დემონიზება უნდა მოახდინონ რა. მამუკა მდინარაძესაც ხომ უნდა ეთქვა რამე გამორჩეული და ჭკვიანური სტიქიის ზონაში, აბა ისე როგორ იქნებოდა, ხო და ასეთი რამ თქვა. დროის ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, ყველგან მივდივართ საბოლოო ჯამშიო. ისე თოვლის ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, ამიდის მშვენიერია, კაცო. ეკონომიკური კრიზისს თუ გამოვრიცხავთ, ყველაფერი სტაბილურა და რუსეთის ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, რუსეთუმე ხელისუფლებას არ გყავს და გაყალბების ფაქტორსაც თუ გამოვრიცხავთ, არჩევნებსაც არ აუშავდა. თქვენს წასულები ხართ უკვე ხელისუფლებიდან ჩემო მამუკა. ერთი
დროის ფაქტორია მანდაც, მეტი კი არაფერი. გურულები ხომ იცით როგორი ხალხია. გაჭირვებაშიც არ კარგავენ იუმორის გრძნობას. ვიღაცას უთქვამს, ერთი აქცია დავაორგანიზოთ, მოდი, წამში ჩამოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები და გზებსაც გაწმენდენ ჩვენამდე მოსაღწევადო. ისე მართლა შეიძლებოდა ხარებას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბიჭების ჩაყვანა. მაგრამ მაგათ წვრთნები მთლად ადამიანის დახმარების მიმართულებით არ აქვს გავლილი და თორნიკე რიჟვაძე სტიქიის ზონაში ბარბერის 6500 ლარიანი ქურთუკით ჩავიდა. არჩილ თალაკვაძე კი ბურანით, ძერს კი სათვალებით და პირადი მისტიური ინსტრუქტორით. ესენი მგონი მართლა რისორტზე არიან დასასვენებლად ჩასულები. მართლა ეგეთი კადრი იყო, რა, ბაკურიანიდან და გუდაურიდან რო ვდებთ ხოლმე, რა ვიცი. თალაკვაძეს არ ჩამორჩა ალეკო ელისაშვილი და სტიქიის ზონიდან ასეთი ვიდეო შემოგთავაზა. ნახეთ თან როგორი მუსიკა ადევს. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო შესაბამისი მუსიკა მოგვეძებნა ამ ვიდეოსთვის. ზურაბ ნაკაიძე ყოფილა ასეთი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და ნახეთ რა განაცხადა. მე წინააღმდეგი ვარ, რომ 4 დღის გამო 10 და 20 მილიონი გადავიხადოთ თოვლის საწმენდი ტექნიკის შეძენაშიო. 4-5 წელი მერე უნდა დავაყენოთ ტყუილა და კიდე მისი შენახვის ხარჯები ვიხადოთ. შეკაი ადამიანო, მთელი ქვეყანა ვიხდით მილიარდებს საკუთარი ჯიბიდან და 4-5 წელის კეთხად ტყუილად მაგ საკრებულოში და ეს ტექნიკა ის რამდენიმე დღე მაინც იმუშავებდა. აი, თოვლს და უბედურებას რომ იქონდა მთელი ქვეყანა, მაგ დროს სადღაც, რატომღაც იაგო ხვიჩიამ ასეთი რამ განაცხადა. როცა ვიღაც ძალით გართმევს თავისუფლებას, უაზრო ხმაურისა და გაბრაზების ქუჩაში მიმოფანტვაზე ეფექტური გაბრაზებული დუმარებაა. ამ რჩევას ერთი პატარა პრობლემა აქვს, თორემ იდეალური იქნებოდა. თვითონ ამ ფრაზის ავტორი არ ჩუმდება არასდროს. არა და რასაყვარელი სანახავი იქნებოდა, წარმოიდგინეთ, აი გაბრაზებული იაგო ხვიჩე, რომელიც არ ლაპარაკობს. იაგოს თავისივე რჩევა რომ გაეთვალისწინებინა, აღარ იტყოდა იმას, რაც შემდეგ თქვა. ოპოზიციონერი ლიდერებიო, ხაზარაძე, გახარია, გვარამია და ეგენი, ყველა ბოროტი დიქტატორები არიან ბუნებითო. ბიზნეს დიქტატორია, მაგრამ კეთილიო. აი, ახლა ამის თქმას იაგო მართლა არ ჯობდა გაბრაზებული მდუმარება აგერჩია? ჰიპ-ჰოპ ბეიტში რომ ქოცები გადისა, ვინმე პელემ. მერე ქოცებმა რაღაც თავიანთ პოდკასტში მიიწვიეს და იქ ასეთი რამეები ილაპარაკა. თუ გონიათ რომ მე მოვაგებინებ მაგათ არჩევნებს და რაღაცა. არა ხო და ეგ იყო ყველაზე ცუდი ჩემი აზრით. ბიჭო, ისე სიგიჟეა. რაღაცა ნაცებმა გადაწყვიტეს, კაროჩე, რომ აი პელე ჩვენთვის იბრძვის და აი მიდი და რა შუაშია საერთოდ. ხო და ამაზე მაქვს ერთი შეკითხვა. რაზეა საერთოდ საუბარი? ვინსა და ამის გამოყენება? ვინ არის ნაციონალი? მეც მქონდა გაშეარებული ეგ ვიდეო მაგალითად და ჩემ მეგობრებსაც. არც ერთი არ ვართ ნაციონალი. ხო და იცი რას გეტყვი ამაზე ძვირფასო პელე? ჩვენს ყველას დაგვიძახე ნაციონალები და ყოველზეაც დაბაგინეთ არც ერთი არაც და ანდა ამას რო იცახდა როგორ არ გადაცდა ანდა როგორ არ ქონდა უსამართლობის განცდა იქვე უნდა ჩაგვექოლა სადაც ფეხი გაცდა მიუმართავ ბიზნესს ჩვენი გადაცემა რეკლამისთვისაც ღიაა შეგიძლიათ დაგვასპონსოროთ აი მაგალითად შემდეგი ნიუსი ნახეთ დონალდ ტრამპმა განაცხადა მე ვთქვი რომ ზელენსკი დიქტატორიაო მიჭირს ამის დაჯერება ამას არ ვიტყოდიო აი აქ შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენი პრეპარატის რეკლამა. ასეთი იყო კვირის გადახვევა. შევხვდებით ტრამპმა ერთწამ ვაგრძელებთ. ჯერ ვერ მივდივართ სახლში. ჰიპ-ჰოპ ბეიტლი თეთრ სახლში გაგრძელდა. ჩვენი პელესავით პოზიციებზე ხტუნაობით გამორჩეული ტრამპი და მისი ცისფერთვალება ვიცე-პრეზიდენტი ზელენსკის პირდაპირ ჟურნალისტების წინ დაუპირისპირდნენ. ხან ჩაცმულობა დაუწუნეს, ხან კარტები და ხანაც რიტორიკა. სოფლიო შოკში იყო. პირდაპირ ეთერში ნახეს პრეზიდენტების ჩხუბი ჟურნალისტების თვალწინ. ასეთი არაფერი გვინახავსო, ეს რა ხდებაო? რა დონის უტიფრობა და უსინდისობა გამოამჟღავნა ტრამპმა და იმ ქერამო. ერთი ქართველები ვართ ჩუმად.
არც არაფერი გვიკვირს, ყოველდღე უყურებთ ეგეთებს და მაგაზე უღარესებს ჩვენ ქვეყანაში. რა ვიცი. გამოიცანით ეს ამბავი ვის გაახარებდა ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა რუსებს. მარია ზახაროვამ თქვა, როგორ გაუძლეს და სახეში არ ჩააზილეს ზელენსკისო. დიმიტრი მედვედევმა ზელენსკის თეთრ სახლში ძლიერი სილა გააწნესო. ირაკლი კობახიძემ ტრამპს გამძლეობას და მხნეობას უსურვებ ამ მძიმე ბრძოლაში. ეს კობახიძის განცხადება რუსებში ვინ ჩასვით. თუ ჩვენი კონტენტი მოგწონთ, აუცილებლად დაგვაფოლოვეთ ისაუბრეს ყველა პლატფორმაზე. თუ ჩვენი კონტენტი არ მოგწონთ, მაინც დაგვაფოლოვეთ. ხო უნდა იცოდეთ, რეებს ბჟუტურებთ ეს ლიბერალები. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შევხვდებით მომავალ კვირას.